მონტენეგროდან წარმატებული ასპარეზობის შემდეგ დაბრუნებული ქართველები დღეს სპორტის სამინისტროში მიიღეს. საერთაშორისო კონკურს ალიანტე 2011-ში გამარჯვებულებს მინისტრის მოადგილე შეხვდა. ქართველმა მონაწილეებმა 20 გუნდს შორის პირველი, მეორე და მეხუთე ადგილები დაიკავეს. კონკურსი ალიანტე 2001 წლიდან ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ტარდება. მიზანი ევროპელ ახალგაზრდებს შორის მსოფლიო უსაფრთხოების თემაზე ცნობიერებისა და ინფორმაციული დონის ამაღლებაა. კონკურს ალიანტე 2001-ის მხარდამჭერი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროა. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი არის. ჩვენთვის ძალიან საამაყოა ის ფაქტი, რომ ქართულმა ახალგაზრდებმა ესე დიდ წარმატებას მიაღწიეს ფინალურ ეტაპზე, განსაკუთრებით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ისინი ძალიან დიდი კონკურენციის პირობებში იმყოფებოდნენ. შეიძლება ითქვას, ეს ახალგაზრდები არიან ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ელჩები, რომელთაც ძალიან კარგი ბევრი რამის კეთება შეუძლიათ ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან გასახარი არის, როდესაც ჯერ შენ პირადულად, როდესაც პირველ ადგილს იღებდა, შემდეგში როდესაც შენ ქვეყანასაც ეხებდა, შემდეგ საქართველოს გაკვრას, საქართველოს ახალი გადიხარ პირველ ადგილზე.